მე ვისურვებდი რომ სახელმწიფოს მხრიდან იყოს მეტი დაინტერესება რომ დარეგულირდეს აფხაზეთსა და ჩვენ შორის ურთიერთობა. მე მხედველობაში მაქვს რომ ფინანსდებოდეს პროექტები, რომელიც დაახლოებს აფხაზებს და ქართველებს. აი მაგალითად ჩვენ სამეზობლოში იყო ქალბატონი, რომელსაც სტუმრად ჩამოსდიოდა აფხაზი ქალბატონები, ჩამოქონდა საქონელი და იყო ესეთი შემთხვევა, რომ თავიდან ამ აფხაზებს ეშინოდათ ჩვენი თითქოს ჩვენ რაღაცას მათ დაუშავებდით, ან რაღაც ესეთი მსგავსი, მაგრამ მე რო დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი ეს არის სახელმწიფო პრობლემა, თორე ადამიანებს არ გვაქვს ერთმანეთთან პრობლემა, მაშინ ისინი შემოვიდნენ ჩვენთან კონტაქტში, მეცაც ვიტყვი, რომ ისინი დაგვინათესავდნენ, ნათლობაც კი იყო ჩვენ შორის და მე ჩვენ მოვინდომეთ, რომ უფრო გაგვეფართოებინა ეს ურთიერთობები და პროექტის შევთავაზეთ წინა ხელისუფლებას ესეთი ფორმით, რომ სახლი გაგვეხსნა, სადაც თავისუფლად უშიშრად შეეძლო აფხაზ შემოსულიყო, მოინახულებინა თავისი ახლობლები, რომლებიც აქ დარჩენილი, ან ჩვენები წასულიყვნენ სასაფლაოები მოინახულებინათ, მაგრამ რატომღაც სახელმწიფომ არ მოისურვა მსგავსი პროექტების დაფინანსება და მე ვისურვებდი, რომ მეტი ხელშეწყობა იყოს. მესმის, რომ ეს რთული პრობლემაა, მაგრამ რაღაცნაირად ერთი ნაბიჯი მაინც იქნება, რომ ნელ-ნელა რომ დავიწყოთ შერიგებისკენ სვლა და ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო არ არის მომტოვებული, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით ორივე მხრიდან.